რატომ გვიზიდავს ექსტრემალური ატრაქციონები? მეცნიერების თქმით, ასეთ დროს ტვინი გამოყოფს ადრენალინსა და დოფამინს, რაც ძლიერ ემოციებსა და სიამოვნების შეგრძნებას იწვევს. ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ 3 სხვადასხვა დონის ატრაქციონზე შევამოწმოთ, რამდენად გვიყვარს სინამდვილეში ექსტრემი. ამ კითხვაზე პასუხი საპონელად გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფის კირმეს ვესტ. და მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კირმესი 2026-ზე. ეს ჩვეულებრივი გასართობი პარკი არ არის. კირმესი დროებითი ფესტივალია, რომელიც წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღით ჩნდება და შემდეგ ისევ ქრება გერმანიის სხვადასხვა ქალაქების მასშტაბით. წელს კირმესი დუსელდორფში 17-დან 26 ივლისის ჩათვლით გაიმართა. დღევანდელ ვიდეოში ჩვენი წინა გამოწვევების მონაწილე თამო დაგვეხმარება. ამიტომ დროა დავიწყოთ პირველი დონით. მოკლედ მე ეს არის ეშმაკის ფორბალს რო ვეძახით, 2 ადამიანის ფასი ერთად გამოვიდა 16 евро, კაცი გირს 8 евро. ვინც არის ეს არის ადამიანური ატრაქციონი, დაჯდები, აგერ კაბინა შეგიძლია ანახო, არანაირი ექსტრემი სისწრაფეის, ახვალ ძალიან ზევით გადახედავ ნელა ისევ დაიშვები და გააგრძელებ ცხოვრებას. გარანტია გაქვს რომ არ მოკვდები თუ არ მოძრა ეს. არანაირი სტრესი, არანაირი არაფერი აქვს. ნახა ქეფის ნიშანიც აქვს თუ რაღაც შეგემთხვა უეცრად. ნელ-ნელა ავედით მაღლა და როგორც ხედავთ ქალაქ დუსელდორფზე ულამაზესი ხედები გადაიშალა. ამასობაში შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და გააქტიუროთ ზარის ღილაკი. პირველი დონე შეგვიძლია თამამად შესრულებულად ჩავთვალოთ, ახლა კი დროა გადავიდეთ შედარებით რთულ საშუალო დონეზე. სანამ მეორე ატრაქციონზე გადავალთ, გადავწყვიტეთ ცოტა გავისეირნოთ, რათა უფრო კარგად დაგათვალიერებინოთ კირმესს. მოკლედ, როგორც ხედავთ, მეგობრებო, აქ არის როგორც ბავშვებისთვის გასართობები, ასევე უფრო მეტად უფროსებისთვის ექსტრემალური ატრაქციონებიც გვაქვს და არის პატარა ადგილები, სადაც შეგვიძლია რომ დავაგემოვნოთ რაღაცეები. კირმესზე შესაძლებელია გერმანული სნექებისა და ტკბილეულების დაგემოვნება, ასევე მოწყობილია სივრცეები ლუდის დასალევად. მოკლედ ახლა ბავშვს ავუყიდო შემწვარი კარტოფილი, წვი და ერთი პორცია ღის 4 евро. ახლა გაჩერებულები ვართ საბავშვო ატრაქციონთან. მისი ფასი, როგორც ხედავთ, არის 4 евро ერთი ადამიანი. ამასობაში დრო მოვიდა თვალი გავუსწოროთ ჩვენს შემდეგ ატრაქციონს. ოკეი. რა ხდება ამ ატრაქციონზე ისე? ვაჰ, ბიჭო, ეს რა არის? არა. და რამდენი წუთი გრძელდება ეს ბედნიერება, რომ გამანებით თავით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეტაპი შესრულებულია, თუმცა სანამ რთულ დონეზე გადავალთ, მოდი თამაშკარეთ კიდევ ერთ ატრაქციონს ვეწვიოთ. მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და ასევე შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარები, თუ რაიმე გაინტერესებთ ზოგადად ამ ადგილთან დაკავშირებით და თუ ჩვენ ვფლობთ შესაბამის ინფორმაციას, აუცილებლად გაგიზიარებთ. ეს შეიძლება იყოს ფასებთან დაკავშირებით ან სხვა რაიმე მსგავსი დეტალები. მოკლედ გადმოვინაცვლეთ შემდეგ ატრაქციონზე, ეს არ გაუშვათ მოდი ექსტრემალურ ატრაქციონებში, ისე უბრალოდ გასართობადაც მართლა სიამოვნებას მივიღებ. ეს არის რაღაცა კარტინგების ამბავი და რა ვიმედი მაქვს რომ მოგვეწონება. 7 евро ღირს 7 евро ღირს მეგობრებო ერთი ადამიანი. თან გაწვიმდა მოკლედ კირმესზე. ძალიან სწრაფიც არ არის, ისე არ დაბალანსებული რომ არ მოხდეს შეჯახებების. Bye. მინდა ვთქვა რომ ის რაც მომეწონა საკმაოდ კირმესზე ზოგადად არის ის რომ ყველა ტიპის და მასაკის ადამიანისთვის მოიძებნება გასართობი. შეიძლება ბავშვთაც მოვიდეს ადამიანი, თინეიჯერებისთვისაც არის გასართობი, მოზარდებისთვისაც
იმ ადამიანებისთვის, რაც ექსტრემალობა უყვარს ან არ უყვარს და ამასობაში გთხოვთ მეგობრებო, რომ გამოიწოროთ აუცილებლად არხი და დალაიქოთ ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვიდეოების სერია გელდებათ კიდევ წინ. ნელ-ნელა კი დროა გავაგრძელოთ და ვნახოთ შემდეგი ატრაქციონი. და დღეისათვის ბოლო ატრაქციონი ეს არის არც მეტი არც ნაკლები როლერ კოსტერი, რომლის სახელიც ქართულად ნიშნავს ალპურ რკინიგზას. ეს არის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი გადაადგილებადი როლერ კოსტერი, რაც იმას ნიშნავს, რომ კირმესის დასრულების შემდეგ მას დაშლიან და უკვე სხვა ქალაქში აწყობენ თავიდან. და მოვედით მეგობრებო ფინალურ ლეველზე. არ ვიცი რამდენად კარგად აღიქმება ეს, გამოხდება საბოლოოდ მართლა არ ვიცი. ორ ეს ძალიან მურწალია, ხო? თუმცა ახლა უკან დახევისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. არა, ეს იყო გადავრჩით, მაგრამ აი არ ვიცი, 8 ევროდ სიკვდილი თუ გინდათ. საბოლოოდ კი შეგვიძლია ყველა დონე შესრულებულად ჩავთვალოთ. ესე იგი, მე რომელზეც ატრაქციონზე წმინდა და იმაზე დავსვი. მეგობრებო, კაი იყო რა მეგობრებო, მოკლედ, კაი იყო ძალიან. და ვისაც საშუალება გექნებათ დუსელდორფში როცა მოხვდებით ივლისში, აუცილებლად მოდით კირმესზე. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.